ნიუ-ჰოსპიტალში ცნობილი ექიმი ოფთალმოლოგის, ოფთალმოქირურგ ოლეგ გოლოვაჩოვის 75 წლის იუბილე აღნიშნეს. ის მედიცინის აკადემიური დოქტორი და გამოცდილი ოფთალმოლოგია, რომელმაც მრავალწლიანი კარიერა მიუძღვნა თვალის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, სამეცნიერო საქმიანობასა და სამედიცინო განათლების განვითარებას. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო საქართველოს ექიმთა სახელმწიფო დახელოვნების ინსტიტუტში, სადაც 1975-86 წლებში მუშაობდა თვალის ნეულებათა კათედრაზე. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე კოლაგენოპლასტიკას სკლერალური ჭრილობების ქირურგიულ მკურნალობაში. გახდა მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. 1987 წლიდან დაინიშნა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის თვალის მიკროქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელად, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლაუკომისა და კატარაქტის ქირურგიის, თვალის ტრავმატოლოგიის განვითარებაში. 1990-2006 წლებში იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი. ამავე პერიოდში 1997-2001 წლებში იყო ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2006-2010 წლებში მუშაობდა ამავე ცენტრში წამყვან სპეციალისტად, ხოლო 2010 წლიდან დღემდე არის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი ნიუ-ჰოსპიტალში. 2018 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ცენტრის სამეცნიერო მიმართულებას. ჩვენ ცენტრში ბატონი ოლეგი 40 წელია თითქმის რაც მოღვაწეობს და მას მრავალი სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 100,000-ზე მეტი პაციენტისთვის აქვს დახმარება გაწეული. ბატონი ოლეგი არის უბრალოდ სანდო, ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, ძალიან ძლიერი კოლეგა, რომელიც დღესაც ყოველდღიურად გვეხმარება იმაში, რომ ჩვენს დაწესებულებაში მუდმივად ინერგებოდეს ახალი მეცნიერული მიდგომები, ახალი სამეცნიერო მიღწევები და ჩვენ ყველაზე კარგად კურნალობდეთ პაციენტებს საქართველოში. ოლეგ გოლოვაჩოვის პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებას. ის აქტიურად იყო ჩართული სტუდენტების სწავლებაში. იგი არის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ავტორი, რომლებიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა გლაუკომა, კატარაქტა, გადაუდებელი ოფთალმოლოგია და თვალის ტრავმები. ქირურგიული პრაქტიკის თვალსაზრისით ოლეგ გოლოვაჩოვს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 1980-2010 წლებში ხელმძღვანელობდა მიკროქირურგიის განყოფილებას და ასრულებდა გლაუკომისა და კატარაქტის ოპერაციებს, ასევე გადაუდებელ ოფთალმოლოგიურ ჩარევებს. 2010 წლიდან აგრძელებს აქტიურ ქირურგიულ საქმიანობას ნიუ-ჰოსპიტალში, სადაც მისი პრაქტიკა მოიცავს გლაუკომის, კატარაქტის, რეფრაქციულ და ლაზერულ ქირურგიას. ბატონი ოლეგის ხელში გავლილია და მისი გაზრდილია არაერთი თაობა ქართველი ოფთალმოლოგების. მას აქვს შესრულებული 100,000-ზე მეტი ქირურგიული ჩარევა, ყავს 10,000-ობით განკურნებული და მადლიერი პაციენტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება და ღვაწლი ისეთი პაციენტების მკურნალობის საქმეში, როგორიც არიან თვალის მძიმე დაავადებით, გლაუკომით დაავადებული პაციენტები. ჩვენს ცენტრში ბატონი ოლეგი ხელმძღვანელობს პედაგოგიურ და მეცნიერულ ნაწილს. ოლეგ გოლოვაჩოვი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში მსოფლიოს მასშტაბით, რაც მის მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას უსვამს ხაზს. ოლეგ გოლოვაჩოვი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი კვლევები ძირითადად ეხება გლაუკომის ქირურგიას, კოლაგენის გამოყენებას ოფთალმოლოგიაში და თვალის დაავადებების თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს. იგი ავტორია 62-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 3 პატენტის. ასევე გამოცემული აქვს მონოგრაფიები და გაიდლაინები. საზოგადოებრივ და პროფესიულ სფეროში იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. არის შავი ზღვის ქვეყნების ოფთალმოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი. 2012-2018 წლებში იყო საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2008 წლიდან ევროპის გლაუკომის საზოგადოების წევრი და საქართველოს გლაუკომის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების პრეზიდენტი. ჩვენ დარგში ოფთალმოლოგიაში ერთ-ერთი სერიოზული ქრონიკული დაავადება არის გლაუკომა. 62 წლის სტაჟი მაქვს ექიმობის და რაღაცა გამოცდილება დამიგროვდა, მათ შორის ზოგიერთ დაავადებებში და გლაუკომაში და ბატონი ოლეგს უნდა უმატყუდეს ქართველი საზოგადოება. ასაკველია ოფთალმოლოგები განსაკუთრებით, რომ მან ამ პერიოდში გლაუკომის მხრივ ძალიან ბევრი შეძინა
რასაკვირველია სპეციალისტებს და განსაკუთრებით მისი ცოდნა და პროფესიონალიზმი გამოჟღავდა აი გლაუკომი დაავადებულთა კურნალობაში და დიაგნოსტიკაში. თუ რამე ახალია სოფლიოში და თუ ვინმე მესიცის, ყველამ ვიცით ბატონი ოლეგისგან. ოლეგ გოლოვაჩოვი წარსულში მორაგბე, დღეს კი უკვე ქართული მეღვინეობის ტრადიციების დამცველი და გამგრძელებელია. მისი კავშირი მეღვინეობასთან 2005 წლიდან იწყება, როდესაც სოფელ ნაფარეულში პირველი ვენახი გააშენა. აღსანიშნავია, რომ ბატონი ოლეგის მიერ წარმოებული ღვინოები საპატიო ადგილს იკავებს ბორდოს ღვინის მუზეუმში. პროფესიული საქმიანობის მიღმა ოლეგ გოლოვაჩოვი ბედნიერი მეოჯახეცაა. მას ჰყავს მეუღლე, 2 შვილი და 3 შვილიშვილი.